ერთმა ქალბატონმა სახელად თეკლა ონიანმა ასეთი კომენტარი დამიწერა, რომ ჩემზე ამბობს ამას, რომ ეს კაცი ეტყობა ძალიან აგრესიული მწვალებელიაო, ყველაზე განათლებულ მღვდელს რომ ერჩისო. საუბარი არის ბატონ მიქაელ ბრეგვაძეზე, რომელზეც მე ჩავწერე აუდიო ჩანაწერი მოვამზადე, აი ასე სკრინ, ესე იგი ეკრანის ჩამწერის მეშვეობით მისი ვიდეო გავაკრიტიკე, სადაც იგი საუბრობს იმაზე, რომ აი თითქოს და ტაძრები არის სწორი და ბიბლიიდან დამახინჯებულად არასწორად ფაქტიურად მან ტყუილი თქვა, როდესაც მან თქვა, რომ ბარნაბამო თავისი სახლი გადასცა ეკლესიასო, რათა შევდგომ ეს სახლი გამოეყენებინათ ტაძრადო, საერთო ტაძრადო, ესე იგი. მაგრამ სინამდვილეში ბიბლიის ზუსტად იმ ადგილას, რომელიც ჩაწერილია ბიბლიის ერთ-ერთ ნაწილში, რომელსაც ეწოდება მოციქულთა საქმეები, იქ ჩაწერილია ის, რომ ბარნაბამ თავისი უძრავი ქონება გაყიდა და მისი საფასური, ესე იგი, რაც იმ უძრავი ქონებიდან აიღო, საფასური, ფული, ესე იგი, მიუტანა მოციქულებს, მათ ფერხთით დადო, რათა საერთო საქმისთვის გამოეყენებინათ. ზუსტად აი ეს ადგილი ბატონმა მიქაელ ბრეგვაძემ გადაკეთებულად ტყუილი, ესე იგი, ფაქტიურად მან ისეთი რამ თქვა, რაც ბიბლიაში არ წერია, ეს ადგილი მან დაამახინჯა. მე არ ვიცი, ამ კაცმა ეს სპეციალურად გააკეთა თუ რაღაც არასწორად ახსოვდა, მე ეს ნამდვილად არ ვიცი და ვერ ვიტყვი, რომ ამ კაცმა სპეციალურად ეს ასე გააკეთა, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ფაქტის დამახინჯებას აქვს ადგილი, ესე იგი, ბიბლიაში წერია, რომ ბარნაბამ თავისი უძრავი ქონება გაყიდა და საფასური მიუტანა მოციქულებს, რათა საერთო საქმისთვის გამოეყენებინათ, ხოლო ბატონი მიქაელ ბრეგვაძე ამბობს, რომ თითქოს ბარნაბამ თავისი სახლი გადასცა ეკლესიას, რათა მისი სახლი ტაძრად გამოეყენებინათო. აი ეს გავაკრიტიკე, გავარჩიე, ესე იგი, და ზუსტად აი ამ გარჩევის ვიდეოზე, ესე იგი, ამ ქალბატონმა თეკლა ონიანმა აი ეს კომენტარი დამიწერა. მე მინდა ეხლა კონკრეტულად აი ეს განვიხილო, რატომ არის, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში არიან ადამიანები მოსახლეობაში, რომლებსაც გონიათ, რომ ბატონი მიქაელ ბრეგვაძე და მისი კოლეგა მღვდლები, რომლებიც უფრო ცნობადი სახეები გახდნენ, როგორც არის მასთან ერთად, ესე იგი, მიქაელ ბრეგვაძესთან ერთად თეოდორე გიგნაძე და ასევე სხვა მღვდლებიც, ეს იქნება საბა ჭიკაიძე თუ სხვადასხვა მღვდლები, ახლა მე ყველას არ ჩამოვთვლი, ვინც არიან, რატომ არის, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გონია, რომ ესენი არიან განათლებულები? ამაზე, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. პასუხი ის არის, რომ თვითონ ეს მოსახლეობის ეს ნაწილი, ამ ნაწილს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს საღვთისმეტყველო საკითხებში. ეს ადამიანები არ იცნობენ, მინიმუმ სიღრმისეულად არ იცნობენ ღმერთის წერილს, ესე იგი იესო ქრისტეს წმინდა წერილს, ეს ადამიანები არ იცნობენ სიღრმისეულად, მინიმუმ სიღრმისეულად. ეს ადამიანები შეიძლება ფრაგმენტალურად იცნობდნენ ბიბლიის ამა თუ იმ ადგილებს, თქვათ, წაკითხული ქონდეთ სახარება მათესგან, რო არის ეს მოწვდილი, ხო? მათე რომ აღწერს იესო ქრისტეს ამბავს, მის სწავლებას, შეიძლება მხოლოდ აი ეს მათე ჰქონდეთ წაკითხული და სხვა დანარჩენი წერილები ძალიან ზერელად ჰქონდეთ გადაკითხული, ან საერთოდ არ ჰქონდეთ. ან მხოლოდ სახარების 4 თავი ჰქონდეთ წაკითხული და ისიც ზერელად, იმიტომ რომ სახარების 4 თავს სრულად ვერ გავიგებთ, თუ კი ბიბლიის სხვა ნაწილები არ ვიცით ჩვენ. ბიბლიის როგორც პირველი ნაწილი ეს ძველი აღთქმის ნაწილს რო ეძახიან ეს პირობითად, აი ეს ძველი აღთქმის ნაწილიც თუ ჩვენ არ ვიცით, სახარების 4 თავს, მათე, ლუკა, მარკოზი, იოანე, ჩვენ სრულად ვერ გავიგებთ. ასევე, თუ კი ჩვენ არ ვიცით
განმარტებითი წერილები, რომლებიც ასევე ბიბლიაშია შესული ახალი აღთქმის ნაწილებია, ესენი არის წერილები რომაელთა მიმართ, ასევე ესე იგი წერილები რომაელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, ებრაელთა მიმართ, ეფესელთა მიმართ, მაგალითად, ხო? ეს წერილები არის ყველა ქრისტიანისთვის, ყველა მორწმუნესთვის დაწერილი საყოველთაო წერილები. ეს იმას ნიშნავს, რომ დღევანდელობაშიც ეს წერილები მუშაობს. დღევანდელობაშიც ინფორმაციას გვაწვდის ჩვენ, რომელი ინფორმაციაც დღესაც მომქმედია და სასარგებლოა. და თუ კი ჩვენ არ ვიცით წერილი რომაელთა მიმართ, სახარების 4 თავში, ბევრ ამის იქ ვერ გავიგებთ, იმიტომ რომ თვითონ აქ რომაელთა მიმართ წერილში სულიწმინდა პავლე მოციქულის მეშვეობით განმარტავს რას? განმარტავს იესო ქრისტეს რჯულის რაობას, ესე იგი, რას ნიშნავდა მოსეს რჯული, ძველი აღთქმით დადებული ეს მოსეს რჯული და რას ნიშნავს ეს იესო ქრისტეს რჯული, რა მოიტანა იესომ. ეს არის მთელი რიგი საგანმარტებლო წერილები, რომელი წერილებიც სულიწმინდა მაგერ პავლე მოციქულს მიაწერინა სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქრისტიანებისათვის, ესე იგი იმ პიროვნებებისთვის, რომლებაც იესო ქრისტესი ირწმუნეს, მაგრამ ისინი მათთვის სასიკეთო იყო აღშენება და უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იესო ქრისტეს შესახებ. ამიტომაც არის, რომ სულიწმინდამ სასიკეთოდ მიიჩნია ის, რომ ეს წერილები დაწერილიყო იმ დროინდელი ქრისტიანებისთვისაც და ჩვენთვისაც. ესე იგი, დღევანდელ 21 საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანებისთვისაც. ვინაიდან ეს წერილები დღევანდელობაშიც მომქმედია, აგერ ქართულ ენაზეც არის უკვე დიდი ხანია ნათარგმნი და შესაბამისად ჩვენთვისაც გამოსადეგია. ამიტომაც თუ ადამიანი ამ წერილებს, ესე იგი ბიბლიას, ღვთის წმინდა ბიბლიას სრულად არ კითხულობს, სრულად არ სწავლობს, მას რა თქმა უნდა ძალიან მწირი ინფორმაცია იქნება იესო ქრისტეს შესახებ, მისი სწავლების შესახებ და დიდია შანსი იმისა, რომ ამა თუ იმ რელიგიურმა ორგანიზაციამ არასწორად დამახინჯებულად მიაწოდოს ცალკე სხვა ინფორმაცია ქრისტეს შესახებ, რომელიც არ ემთხვევა ქრისტეს წერილში არსებულ ინფორმაციას. ამიტომაც არის, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ბატონი, ესე იგი მიქაელ ბრეგვაძე, ასევე თეოდორე გიგნაძე და მათი კოლეგები, თითქოს და ესენი არიან განათლებულები. მათ ასე ჰგონიათ, იმიტომ რომ თვითონ ეს ადამიანები თვითონ არ სწავლობენ ღვთის წმინდა წერილს. ამიტომაც არის, რომ ისინი არიან შეცდომაში, როდესაც მათ ჰგონიათ, რომ მიქაელ ბრეგვაძე არის განათლებული. და ამ დროს ასეთ ელემენტარულ საკითხში, ესე იგი ფაქტობრივ საკითხში მიქაელ ბრეგვაძე აშკარა შეცდომას უშვებს და მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მას ბევრჯერ მივაწოდე ამაზე ინფორმაცია, თავადაც იყო შემოსული ჩემს ოფიციალურ Facebook გვერდზე, მასთან გავმართე გარკვეული დიალოგი არაერთხელ, ასევე მის მიერ, ესე იგი, აი ამ ვიდეოს ქვეშ, რომელიც YouTube-ზე დევს, სადაც ბატონი მიქაელ ბრეგვაძე საუბრობს ამ თემაზე, აი იქ კომენტარების ველში არაერთხელ დავაფიქსირე ის, რომ ეს კაცი იტყუება და მის მიერ მოხმობილი ინფორმაცია ბიბლიიდან არ შეესაბამება სიმართლეს. ეს მე ხშირად გავაკეთე, მაგრამ ამ კაცმა, ბატონმა მიქაელ ბრეგვაძემ ეს ყურად არ იღო და აღნიშნული ვიდეო YouTube-დან არ აუღიათ. არც ბოდიში მოუხდიათ, კონკრეტულად მე ამაზე ბოდიშის მოხდა მისგან არ მსმენია, მინიმუმ ეს ვიდეო მაინც უნდა ამოეღოთ თავიანთი YouTube არხიდან, ვინაიდან
ან კომენტარებში მაინც უნდა დაეწერა ამ კაცს, რომ რაღაცა ესე იგი ტექნიკურ ხარვეს ჰქონდა ადგილი, როდესაც მას რაღაც არასწორად ახსოვდა და თვითონ მოვიდა უნებლიე შეცდომა არ გადაამოწმა, ესე იგი და ამიტომაც მან ეს შეცდომა დაუშვა. თუ კი მას სპეციალურად არ უნდოდა რომ აი ეს ტყუილი გაჟღერებული ხო. მან კომენტარებში თვითონაც არ დაწერა ეს, აგერ ახლა რა თქმა უნდა დღესაც დევს საჯაროდ YouTube-ზე მისი ვიდეო ჩანაწერი, სადაც საუბრობს ამ ტაძრების თემატიკაზე, მან ბევრი ისაუბრა ამაზე და ამ ტაძრების, ასე ვთქვათ, გასამართლებლად, რომ ეს მართალი არის და სწორი არის და ტაძრები რომ უნდა იყოსო, ჩვენ იმიტომ გვაქვსო, რომ ეს მოდისო მოციქულთა პერიოდიდანო და ამის არგუმენტად მოიხმო მან ზუსტად მოციქულთა საქმეების წიგნში ჩაწერილი ფაქტი, როდესაც ბარნაბა მოციქულმა თავისი უძრავი ქონება გაყიდა და მიღებული საფასური მიუტანა მოციქულებს. აი ეს ფაქტი ბატონმა მიქაელ ბრეგვაძემ დაამახინჯა და თქვა, რომ ბარნაბამ თავისი სახლი გადასცა ეკლესიას, რომ იგი ტაძრად გამოეყენებინათო. ნახეთ ახლა, ხო? ესე იგი, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე იგი, სიღრმისეულ ტყუილთან გვაქვს ჩვენ საქმე, როდესაც მთელი ეს ვიდეოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება ტაძრების თემატიკას და ამის გასამართლებელ არგუმენტად ეს კაცი იყენებს ტყუილს. და ამ დროს თუ კი რიგითი ადამიანი, რიგითი მსმენელი, რომელიც ჯერ ჩახედული არ არის საღვთისმეტყველო საკითხებში, ესე იგი, თუ კი არ იცნობს ღმერთის წერილს და დღევანდელობაში ღვთისმეტყველება შეისწავლება მხოლოდ და მხოლოდ ბიბლიიდან, მხოლოდ და მხოლოდ ღმერთის წერილიდან და ვერც ერთი ეგრეთ წოდებული სასულიერო სემინარია მოგცემთ იმ განათლებას, რა განათლებასაც იძლევა ღმერთი თავისი წერილის მეშვეობით. თუ კი ადამიანი ჩაუხედავია, ესე იგი, საღვთისმეტყველო საკითხებში, ბიბლიაში, ესე იგი, ბიბლიიდან არის სწორედ ეს საღვთისმეტყველო საკითხები მოწოდებული, აი ამ ადამიანთა თვალში ისე ჩანს, რომ თითქოს ეს ბატონი მიქაელ ბრეგვაძე განათლებულია, ვინაიდან ეს კაცი ლაპარაკობს დამაჯერებით, აი რომ უნდა დაგაჯეროს რა, ისე ლაპარაკობს, რომ თვითონ ამის სჯერა დარწმუნებული აი ამაში, ლაპარაკის მანერა ისეთია, რომ თვითონ ამაში დარწმუნებულია უკვე და არ იტყუება, ესე იგი, და შენც გაჯერებს აი ამაში. მე ერთი რამ გამახსენდა ბიბლიიდან, ესეც მოციქულთა საქმეების წიგნში არის მოცემული, ესე იგი ბიბლიაში, ვისაც აქამდე ბიბლიასთან არ გქონიათ ისეთი ახლო შეხება, ბიბლიის სარჩევში მონახეთ ახალი აღთქმის მხარეს რიგით მეხუთე ნაწილი არის, ესე იგი მათე, ლუკა, მარკოზი, იოანე. აი ამ 4 თავის შემდგომ მათეს, ლუკას, მარკოზისა და იოანეს შემდგომ მოდის საქმეები, მოციქულთა საქმეების ნაწილი, ესე იგი ბიბლიის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, სადაც არის მოცემული ეკლესიის ისტორიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ხო? იმ ეკლესიისა, რომლის წევრიც აგერ მეც ვარ, იმიტომ რომ ღვთისა და აი ამ ღვთის ეკლესიის მიერ მოწვდილ ინფორმაციას მეც ვიზიარებ, მეც მჯერა ღვთისა და მეც შესაბამისად მისი მოძღვრების დაჯერებითა და თანაზიარობით მეც ვხდები და ვარ პავლე მოციქულის თანაზიარი, ესე იგი პავლე მოციქული რომელ ეკლესიასაც წარმოადგენდა, მეც მისი ნაწილი ვარ. ვინაიდან ეკლესია არ არის მხოლოდ სადღაც კონკრეტულ დროში გაჭედილი რაღაცა ძველი ცნება, არამედ ეკლესია, ესე იგი ღვთის ეკლესია არის ცოცხალ ქრისტიანთა მთლიანობაში ერთობლიობა, მოყოლებული პირველი ქრისტიანიდან დამთავრებული ბოლო
ქრისტიანამდე, რომელიც ჯერ არ დაბადებულა, ვთქვათ, ხო? რომელიც შეიძლება ჯერ არ დაბადებულა. მთლიანობაში თითოეული ჩვენგანი, თითოეული ქრისტიანი, ვინც იესო ქრისტეს სწავლებას ვიზიარებთ და გვჯერა იესო ქრისტეს სწავლებისა, ჩვენს ავტომატურად, ასე ვთქვათ, თუ შეიძლება ეს სიტყვა მე გამოვიყენო, ჩვენ ვართ იესო ქრისტეს ეკლესიის წევრები, მისი ნაწილები. და ამიტომაც არის, რომ მოძღვრებით, ესე იგი, ღმერთის იესო ქრისტეს მოძღვრებით, იესო ქრისტეს სწავლებით, ესე იგი, მოძღვრება რა არის, ხო? სწავლება. მისი სწავლების დაჯერებით ჩვენ ვხდებით მისი თანაზიარი, მისი სისხლისა და ხორცის თანაზიარი. ესე იგი, იმიტომ რომ მან ჩვენი სიცოცხლისათვის, ჩვენ რომ გვეცოცხლა, ჩვენ რომ ცოდვისგან გამოვესყიდეთ, თავისი სხეული გასწირა ცოდვისგან გამოსასყიდ მსხვერპლად და თავისი სისხლით გავგწმინდა. და მან თქვა, რომ ვინც ამას დაიჯერებს, ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს თავის უფლად და მხსნელად, მართლაც მის მიერ შეწირული მსხვერპლი და მისი სისხლი ამ მორწმუნესაც განწმენდს და დღესაც 21 საუკუნეშიც იესო ქრისტეს აი ეს სასიხარულო ამბავი სახარება დღესაც მომქმედია. ამიტომაც არის, რომ ვინც დღეს იესო ქრისტეს სწავლებას ბიბლიიდან წაიკითხავს, გაისიგრძე განებს, ესე იგი, კარგად დაამუშავებს, მოყოლებული ბიბლიის პირველივე ნაწილიდან, დაბადებიდან, ბიბლია დაბადებით იწყება, როგორ შექმნა ღმერთმა კაცი, როგორ დაარღვია კაცმა ღვთის სიტყვა, როგორ დაეცა ცოდვად და როგორ იყო, რომ ღმერთმა დადო ასეთი დაპირება, რომ მომავალში დაიბადებოდა დედაკაცისაგან, ქალის თესლისაგან პიროვნება, რომელიც აი შემაცდენელ ეშმაკს გაუჭიჭყავდა თავს და ჩვენ ცოდვისგან გამოგვისყიდდა, ესე იგი და ჩვენ გვიხსნიდა. ესე იგი, იესო ქრისტეზე პირველი ინფორმაციები, რა თქმა უნდა, ბიბლიის პირველივე ფურცლებზე არის მოწოდებული და ამიტომაც ადამიანმა პირველი ფურცლიდანვე უნდა ისწავლოს, რომ გაიგოს კაცობრიობა რატომ არის ჩავარდნილი აი ამ დღეში, საიდან შემოვიდა სიკვდილი და რა არის აქედან გამოსავალი, ესე იგი. ჯერ ვთქვათ ის, რომ ეს სამყარო ვინ შექმნა, ყავს თუ არა ამ სამყაროს შემქმნელი და ბიბლია გვაწვდის ჩვენ პირველივე ფურცლებიდან ინფორმაციას, რომ აგერ თავდაპირულად ღმერთმა ცა და მიწა შექმნა, ხო? თავდაპირულად ღმერთმა შექმნა ცანი და მიწა. და აღწერილია შემდგომ უკვე კონკრეტულად როგორ შეიქმნა ეს მიწა, როგორ შექმნა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად პირველი კაცი, ადამი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ღმერთმა ადამი, როგორ მისცა მათ ნება, ასე ვთქვათ, ესარგებლად აი ამ პლანეტაზე არსებული მთელი რიგი ამ სიმდიდრეებით, ღმერთმა ადამს ჩააბარა სხვადასხვა ფრინველთა, თევზების და ასევე ცხოველთა და ყველაფრის პატრონობა, ყველაფრის, მაგრამ ღმერთმა ერთი მცნება დადო, ხელშეკრულებასავით, ასე ვთქვათ, რომ ადამს შეეძლო აბსოლუტურად ყველა ხიდან ეჭამა ნაყოფი, მხოლოდ იმ ერთი ხიდან არ უნდა ეჭამა ნაყოფი, რომელიც ბაღის შუაგულში იყო. ადამმა ეს მითითება ღმერთის, აი ეს მცნება, ღმერთის ეს სიტყვა დაარღვია, მან იგემა აკრძალული ნაყოფი და სწორედ აი აქედან, ესე იგი ღმერთს ნათქვამი ჰქონდა, რომ არ იგემა ნაყოფი, თორემ როგორც კი იგემებდა, როგორც კი შეჭამდა, სიკვდილით მოკვდებოდა იგი. და ადამმა დაარღვია ღმერთის ეს მითითება, გამოვიდა, ასე ვთქვათ, მორჩილებიდან, ღმერთის მორჩილებიდან გამოვიდა, რითაც დაიმსახურა, ესე იგი, ღმერთის სიტყვის შესრულება და იგი მოკვდა. მაგრამ ამ დროს ღმერთმა ჩვენ კაცობრიობა, ადამის შთამომავლები უნდა ითქვას, რომ კაცობრიობის დღევანდელი ნებისმიერი წარმომადგენელი არის პირდაპირ შთამომავალი ადამისა. ამაზე ინფორმაციასაც ჩვენ ბიბლია გვაწვდის, ღმერთი ამაზე ინფორმაციას ბიბლიიდან გვაწვდის და ასევე გვაწვდის ღმერთი ინფორმაციას იმაზე, რომ მან
მარტო არ დატოვა თავისი, ესე იგი, აი ამ გასაჭირში ჩავარდნილი ადამი და ადამის შთამომავლები, ჩვენ ყველანი გასაჭირში ღმერთმა ესე მარტო არ მიგვატოვა, არამედ ინფორმაციაც დაგვადევნა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც ქალის თესლისაგან დაიბადებოდა პიროვნება, რომელიც გადაგვარჩენდა ჩვენ და გვიხსნიდა. მოყოლებული ადამიდან მორწმუნე, კაცობრიობის მორწმუნე ნაწილი ელოდებოდა მესიის მოსვლას, იესო ქრისტეს მოსვლას და დადგა აი ეს დროც, როდესაც ქალწული მარიამისაგან, ქალწულ მარიამს სულიწმინდისაგან ჩაესახა ყრმა იესო, ესე იგი, ბავშვი, რომელსაც კაცობრიობა უნდა ეხსნა ცოდვებისაგან. და მართლაც იესო ქრისტეს მთელი ეს ქადაგებები აი აქეთკენ არის მომართული, რომ იგი ამბობს, რომ მე მოვედი წუთისოფელში ცოდვილთა სახსნელად და მე ამას ვაკეთებ აი ასეო, რომ ესე იგი უნდა შეწირულიყო ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, იგი უნდა მომკვდარიყო და მას უნდა აეღო ჩვენი ძველი კაცი, ჩვენი ცოდვები, ესე იგი ჩვენი ცოდვები, ჩვენი ცოდვილობა მან აიღო, მოკვდა ამისათვის და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ახლა ყველა ადამიანს მოუწოდებს მობრუნებისაკენ, მონანიებისაკენ, ესე იგი სრულად მობრუნებისაკენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა უნდა აღიაროს თავისი ცოდვილობა და იესო ქრისტე ყველა ადამიანს მოუწოდებს იმისკენ, რომ იესო ქრისტე ყველამ ირწმუნოს თავის უფლად და თავის მხსნელად. და აი ამ რწმენით, ესე იგი იესო ქრისტესადმი რწმენით, იესო ქრისტესადმი დამორჩილებით, რომ მე ვემორჩილები, ესე იგი მე ვაღიარებ და მჯერა იმისა, რაც იესო ქრისტემ თქვა. იესომ თქვა ის, რომ მან მე განმწმინდა ჩემი ცოდვებისაგან, აი ეს არის სახარება, სასიხარულო ამბავი, რომ მე იესო ქრისტეს სახელით მომეტევება ცოდვები და ეს უნდა გამიხარდეს. იესო ქრისტემ წუთისოფელში აი ეს სასიხარულო ამბავი, აი ეს სახარება მოიტანა ცოდვისგან გამოსყიდვაზე, მკვდრეთით აღდგომაზე და ღმერთთან შერიგებაზე. ესე იგი აი ეს მტრობა, რაც ჩამოვარდა ედემში, აი ეს მტრობა იესო ქრისტემ თავისი მსხვერპლითა და თავისი მკვდრეთით აღდგომით გააუქმა და თითოეული მისი მორწმუნე უკვე გამოაცხადა წმინდანად, ცოდვისგან განწმენდილად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თავისით არ შეეძლო ცოდვისგან განთავისუფლება და ამისათვის ღმერთი თავად მოვიდა ხორციელ სხეულში და აი ეს ჩვენს გამო იტვირთა აი ეს მთელი დამცირება, ჩვენს გამო იტვირთა ტანჯვა, წამება, მან, ესე იგი, ჩვენი ცოდვები მან თვითონ აიღო, მოკვდა ამისათვის, ჩვენს გამო იგემა სიკვდილი და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და გამოეცხადა უკვე თავის მოციქულებს. მოციქულების სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა და ისინი უკვე თამამად საუბრობდნენ იესო ქრისტეს შესახებ და თუ კი მანამდე პეტრე მოციქული, რომელიც შიშით კანკალებდა და ესე იგი იესოს, როდესაც იესო შეიპყრეს იმ დროს უკან მიჰყვებოდა შიშით და როდესაც რამდენიმე ადამიანმა პეტრე ამხილა, რომ შენც მასთან ერთად იყავიო, პეტრემ სამჯერ უარყო იგი და გაახსენდა შემდგომ ქრისტეს აი ეს წინასწართქმული სიტყვები, რომ იგი უარყოფდა მას და ცხარეცრემლებით ატირდა. ესე იგი, თუ კი ამ დროს იმძლავრა შიშმა, მართლაც ღმერთმა პეტრეს მაგალითზე ჩვენ დაგვანახა ის, რომ ადამიანი სუსტია, შიშარაა და მის გარეშე ჩვენ არაფრის გაკეთება შეგვიძლია. თავად უფალმა იესომ ეს უთხრა თავის მოწაფეებს, რომ თქვენ უჩემოდ არაფრის გაკეთება შეგიძლიათო. ეს გვეხება ჩვენც,
დღევანდელ 21 საუკუნეში მცხოვრებ აი იმ მორწმუნეებს, ვისაც ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით გვწამს იესო ქრისტესი და ჩვენც მისი მოიმედეები ვართ. ესე იგი, თუ კი პეტრე მოციქული მანამდე შეშინებული იყო, უკვე შემდგომ აგერ სწორედ მოციქულთა საქმეების წიგნში პეტრე გვევლინება სულიწმინდით ახსილი ერთ-ერთ წინამძღოლად უკვე და თვითონ უფალმა იესომაც მის ამაღლებამდე პეტრეს მოუწოდა, უთხრა რომ დაემწყემსა მისი კრავები, მისი ცხვრები, ესე იგი. და პეტრე მოციქული უკვე გვევლინება ძალიან ისეთ უშიშარ ქადაგებლად, რომელიც უკვე აღარ უშინდება ციხეში ჯდომასაც კი, სიკვდილსაც კი. სწორედ აი აქ მოციქულთა საქმეების წიგნში, ქალაქ სამარიაში იყო ერთი კაცი სახელად სიმონი, რომელიც გრძნეულებას ეწეოდა და იქაურ მოსახლეობას სამარიელებს აოცებდა თავისი გრძნეულებით. და გარკვეულ, როგორც ჩანს, გარკვეულ ფსევდო ცრუ სასწაულებსაც ჰქონდა იქ ადგილი, როგორც ჩანს სიმონს ეს შეეძლო და ხალხი, მოსახლეობა მიიჩნევდა, რომ ეს სიმონი იყო ღვთის კაცი და ამბობდნენ ისინი, რომ ეს ის ღვთიური ძალა, რომელსაც დიდი ეწოდებაო. ესე იგი, ისინი მიიჩნევდნენ, რიგითი მოსახლეობა, ღვთის მეტყველებაში ჩაუხედავი მოსახლეობა, რომელიც უყურებდა სიმონის აი ამ ქმედებებს, მათ ეგონათ, რომ სიმონი იყო ღვთის მსახური კაცი. მაგრამ როგორც კი სამარიაში ჩავიდა ნამდვილი ღვთის მსახური ფილიპე მახარებელი და ღმერთი ფილიპეს მეშვეობით მართლაც უფრო დიად სასწაულებს და დიად საქმეებს აკეთებდა, ვიდრე სიმონი აკეთებდა, უკვე ხალხმა აშკარად გაიგო ის, რომ აშკარად ფილიპე უფრო აღმატებული მსახური იყო, ვიდრე სიმონი. ფილიპე უფრო აღმატებული იყო, ვიდრე სიმონი და თვითონ სიმონმაც, როდესაც იხილა ფილიპეს მიერ, ესე იგი ღმერთის მიერ ფილიპეს ხელით მოხდენილი სასწაულები, სიმონსაც უკვირდა და სიმონიც აშკარად მიხვდა, რომ ესე იგი ფილიპე უფრო აღმატებული იყო, ვიდრე თვითონ ეს სიმონი. და ამ შემთხვევაში უკვე მოსახლეობას მიეცა გარჩევადობის საშუალება, რომ დაეჯერებინათ ფილიპესთვის და არა სიმონისათვის. ამ შემთხვევაში სიმონის ისტორია ცუდად გაგრძელდა, ბოლოს როგორ დამთავრდა ბიბლიაში ამაზე დაწვრილებით ინფორმაცია არ არის. მაგრამ მე ეს მაგალითი მინდა გამოვიყენო აი იმისათვის, რომ დღესაც არიან ადამიანები, რომლებიც უსმენენ ბატონ მიქაელ ბრეგვაძეს, ბატონ თეოდორე გიგნაძეს და მათ გონიათ, რომ აი ესენი არიან განათლებულები, ვინაიდან ეს ადამიანები ლაპარაკობენ, ლაპარაკი იციან, ესე იგი, რას ნიშნავს? ლაპარაკი, ხო, ადამიანებთან კომუნიკაცია შეუძლიათ ამ ადამიანებს, ბევრს ლაპარაკობენ და მათ გონიათ, რომ ეს ადამიანები არიან განათლებულები. მაგრამ როგორც კი ეს ადამიანები, ეს მსმენელები, ესე იგი, მიქაელ ბრეგვაძის მსმენელები, თეოდორე გიგნაძის მსმენელები და სხვადასხვა ამ საპატრიარქოს მღვდლების მსმენელები თვითონ შეისწავლიან ბიბლიას, ღვთის წმინდა წერილს და გაეცნობიან იესო ქრისტეს ორიგინალ, ესე იგი, ნამდვილ სწავლებას, რაც ბიბლიიდან არის მოწოდებული, გაეცნობიან მთელ ტექსტს, ბიბლიის მთელ ტექსტს, მოყოლებული დაბადებიდან დამთავრებული გამოცხადებამდე, უკვე მათ გონებაში აშკარად გაფერმკრთალდება მიქაელ ბრეგვაძის განათლებულობაც, თეოდორე გიგნაძის განათლებულობაც და ესენი აღმოაჩენენ, რომ ესენი სრულებით არ არიან განათლებულები. არამედ ეს არის უფრო ფსევდო, ესე იგი, ტყუილი
ისეთი მოჩვენებითი განათლებულობა, რომელიც მაშინ ჩანს ნამდვილ განათლებულობად, როდესაც მსმენელმა არ იცის ორიგინალი რა არის. ორიგინალი, ესე იგი, როდესაც მსმენელმა არ იცის ქრისტეს ორიგინალი ნამდვილი მოძღვრება რა არის, იესო ქრისტეს ნამდვილი ორიგინალი სწავლება რა არის, როდესაც მსმენელმა ეს არ იცის, გონია რომ თეოდორე გიგნაძე და მიქაელ ბრეგვაძე და მისი კოლეგა სხვა მღვდლები საუბრობენ სისწორეს. ვინაიდან ეს ადამიანები აშკარად ლაპარაკობენ, არ ეზარებათ ასე ვთქვათ, ლაპარაკი სხვადასხვა დაწესებულებებშიც მიიწვევენ ვთქვათ, ან აგერ დღეს უკვე YouTube-ის მეშვეობით მათ შეუძლიათ რომ პერსონალური ინფორმაციები, პერსონალური ვიდეოები ატვირთონ, გაავრცელონ, პერსონალურად უпростоრად და აი ამის მეშვეობითაც შესაძლებელია საქართველოს მოსახლეობის ფართო აუდიტორიის მოზიდვა, ესე იგი მსმენელების მოზიდვა, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი ადამიანი უსმენს და უყურებს ვიდეოებს, რომლებიც იდება Facebook-ზე, YouTube-ზე და სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებზე. წყაროებში, ეს იქნება ინტერნეტ წყაროები იქნება თუ მით უმეტეს სატელევიზიო ინფორმაციული წყაროები, ვინაიდან ასე თუ ისე დღესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ აქტიურად იყენებს ტელევიზიას ინფორმაციის მისაღებად. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თითოეულმა ადამიანმა, რომელიც დაინტერესებულია, მინიმუმ აი რაღაცნაირად გული უძგერს და უფეთქავს აი იმისათვის, რომ ღმერთის სწავლება შეიმეცნოს, მოისმინოს, მიიღოს, ღმერთისთვის მოსაწონი იყოს მისი აზრები, მისი საქმეები, ღმერთისთვის მოსაწონი იყოს მისი მდგომარეობა. აი ესეთი ადამიანები თუ კი არიან, აი ესეთი ადამიანები, რომლებიც უსმენენ თეოდორე გიგნაძეს, მიქაელ ბრეგვაძეს, იქ საბა ჭიკაიძეს, თვითონ საპატრიარქოს ორგანიზაციის ჯერ კიდევ ერთ-ერთ მთავარ ლიდერს ილია მეორეს, ილია შიოლაშვილს, ასევე შიომუჯირს და მის ყველა კოლეგა მღვდელს, ბერს თუ რომელიმე მათ იერარქიაში მყოფ პიროვნებას. თუ კი თქვენ შორის არიან ასეთი ადამიანები, რომლებსაც მცირეოდენით მაინც გული გიძგერთ, რომ ღმერთისთვის მოსაწონი იყოთ, მაშინ თქვენ გმართებთ. ზუსტად აი ამის გამო, თუ კი თქვენ ხართ გულწრფელები, თქვენ გმართებთ ის, რომ თქვენ თვითონვე აიღოთ ღმერთის წერილი და ღმერთის წერილიდან ისწავლოთ ღმერთი რას გველაპარაკება. რა ინფორმაციას გვაწვდის, რა არის მის თვალში მოსაწონი და როგორი რწმენა უნდა გქონდეს, რომ ჩვენ ღმერთთან ვიყოთ სწორ ურთიერთობაში, არ ვიყოთ დამახინჯებულად და არ აღმოჩნდეს ისე, რომ ჩვენ გვეგონოს, რომ ქრისტიანები ვართ და სინამდვილეში სატანა გვატყუებდეს თავისი ხრიკებით, რომელ ხრიკებსაც ეშმაკი არ იშურებდა თვით აგერ ქრისტესთან სალაპარაკოთ, თვითონ პეტრეც კი გამოიყენა იმისათვის, რომ იესო ქრისტესთვის გადაეფიქრებინა სიკვდილი, გადაეფიქრებინა ჩვენს გამო სიკვდილი და აგერ მიუბრუნდა იესო ჩვენი უფალი, მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა, რომ განმშორდი სატანავო, ესე იგი სატანა უწოდა აი აზრების პატრონს, რომელ აზრებსაც გადმოსცემდა პეტრე მოციქული. პეტრეს სურდა, რომ იესო ქრისტე არ მომკვდარიყო და ეს იყო არა კონკრეტულად პეტრეს აზრები, არამედ ეს იყო ეშმაკისგან შთაგონებული აზრები, რომელიც სიტყვიერად გააჟღერა პეტრემ.
და აი ამ აზრების ასე ვთქვათ ინიციატორი, ამ აზრების მომწვდელი იყო ეშმაკი, რომელიც ეშმაკიც უფალმა იესომ ამხილა, როდესაც პეტრეს უთხრა, რომ განმშორდი სატანავ, ჩემი საცდური ხარო, რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისასო. ესე იგი, უფალი იესო ერთ-ერთ ადგილას ამბობს ასეთ რამეს, რომ იმათიო ნუ გეშინიათო, ვისაცო შეუძლია ხორცის მოკლაო და ამის შემდეგ სხვა აღარაფერი ძალუცო მასო, არამედ გეშინოდეთ მისი, ვისაც ხორცის მოგლის შემდეგ შეუძლია თქვენი გეენაში ჩაგდება და თქვენი დაღუპვაო, ხო? ესე იგი, რას ნიშნავს ეს? რომ უფლისათვის ეს სიკვდილი არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა დასასრული, მან შესანიშნავად იცის ის, რომ როდესაც მისი მორწმუნეები კვდებიან და ეწირებიან იესო ქრისტეს რწმენას, გადამრჩენელ რწმენას ყველა კაცისთვის, ყველა ადამიანისთვის, ყველა მამაკაცისთვის, ქალისთვის, აბსოლუტურად ყველა ადამიანისთვის განწესებულ გადამრჩენელ რწმენას, ვინც ეწირება, ხორცელად ვინც კვდება, ყველა მათგანი მასთან არის, ისევე როგორც სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა სიკვდილის წინ, უფალ იესოს ევედრებოდა, ეუბნებოდა, რომ უფალო იესო მიიღე ჩემი სულიო. პირდაპირ ლოცვით მიმართა უფალს. ეს ამბავი ჩაწერილია ასევე მოციქულთა საქმეების წიგნში, მე-7 თავში. ამ თავში არის ჩაწერილი ამბავი სტეფანე მოციქულის ქადაგებისა, რა უქადაგა მან ებრაელ მღვდელმთავრებს და იქ შეკრებილ სხვა ებრაელებსაც, როგორ დაესხნენ უკვე შემდგომ თავს, გაიყვანეს ქალაქ გარეთ და ქვებით ჩაქოლეს იგი და ვიდრე იგი ხორცელად მოკვდებოდა, აი ბოლო პერიოდში მან, ესე იგი, როდესაც ისინი ქვებს უშენდნენ, სტეფანემ შეღაღადა და თქვა, რომ უფალო იესო მიიღე ჩემი სულიო. სტეფანემაც იცოდა, რომ იგი იყო ნამდვილად სანდო ხელში და მან იცოდა, ვის მიაბარა თავისი სული. მას მტკიცედ სჯეროდა, მტკიცე რწმენა ჰქონდა იმისა, რომ ვისაც ჩააბარა თავისი სული, მას შეეძლო მისი პატრონობა, ესე იგი, უფალ იესო ქრისტეს შეეძლო სტეფანეს სულის პატრონობა. ამიტომაც არის, რომ ესე იგი, ქრისტიანი მუდმივად უნდა იყოს აი ამ განწყობით, რომ სხეულის მოკლა ეს არაფერია, თავარია დაბადებული იყოს ქრისტეში, დაბადებული იყოს, ესე იგი, ძველი კაცი, რომლითაც ჩვენ ვიბადებით, ესე იგი, ჩვენ ყველანი დავიბადეთ ძველი კაცი ადამიანში, ადამიანის შთამომავლები ვართ და ახლა აუცილებელი არის ის, რომ ჩვენ დავიბადოთ იესო ქრისტეში. იესო ქრისტესადმი რწმენით, იესო ქრისტესადმი დაჯერებით ხდება ქრისტეში დაბადება. ესე იგი, დღეს ვინც იესო ქრისტეს აღიარებს თავის უფლად, თავის მხსნელად, ცოდვისგან გამომსყიდველად, ცოდვების მიმტევებლად, იესო ქრისტეს აღიარებს, იესო ქრისტეს სახარებას მიიღებს, იესო ქრისტეს სწავლებას შეურყვნელად დაიჯერებს და არ შეურებს რაიმე სხვა უცხო მოძღვრებას, რაიმე სხვა უცხო სწავლებას, თითოეული მორწმუნე, აი ასეთი იესო ქრისტეს მორწმუნე, უკვე ქრისტეში დაბადებულად არის გამოცხადებული და ეს არის უკვე აუცილებელი წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შერიგებულნი ვიყოთ და შერიგებულებმა ვიცხოვროთ, ვიცოცხლოთ იესო ქრისტესადმი აი ამ იმედითა და იესო ქრისტეს მეშვეობით. ესე იგი, იესო ქრისტე თვითონ არის შუამდგომელი მამასთან, ამავე დროს თვითონ არის ხორცში და ხორცით მოსული ღმერთი, რომელმაც ეს კაცობრიობის მიერ ჩადენილი ეს დანაშაული
ამ დანაშაულისგან ჩვენ გამოგვისყიდა და ღმერთთან შეგვარიგა. და თითოეული ადამიანი, ვინც იესო ქრისტეს აღიარებს, თითოეული ადამიანი ქრისტეს სწავლების თანახმად, თითოეული მორწმუნე უკვე გამოსყიდულთა და განწმენდილთა რიგებს შეუერთდება და თითოეული მათგანი ქრისტეს სამეფოში დაიმკვიდრებს მისთვის გამზადებულ ადგილს. თვითონ უფალმა იესომ თავის ჯერ კიდევ იმ დროს თავის მოწაფეებს უთხრა, რომ მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთო. ადგილი კი არსებობს. ადგილი არსებობს. ნამდვილად, ადგილი რომ არ არსებობდეს, იესო ამას არ იტყოდა. ადგილი არსებობს, რომელიც იესო ქრისტესაგან თითოეული მისი მორწმუნისთვის გამზადებულია და მომენტალურად, როგორც სტეფანე მოციქულმა შეღაღადა მას, რომ უფალო იესო მიიღე ჩემი სულიო, ასევე თითოეული დღევანდელი ქრისტიანისთვისაც გამზადებულია მისთვის გამზადებული ადგილი. ერთ-ერთი წინაპირობა რაც არის, რასაც ჩვენ უფალი გვიწესებს, არის ის, რომ ჩვენ არ უნდა შევრყვნათ მისი სწავლება და ჩვენ რაიმე უცხო მოძღვრება არ უნდა შევორიოთ მის სწავლებას. ჯერ კიდევ ამის თაობაზე უფალმა იესომ გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ ისინი მორიდებოდნენ სადუკეველთა, ფარისეველთა და ჰეროდიანელთა საფუარს. შემდგომ უფალმა განმარტა ეს საფუარი რას ნიშნავს, რომ მორიდებოდნენ მათ, ესე იგი ჰეროდიანელთა, ფარისეველთა და სადუკეველთა სწავლებას, რომ აი მათი სწავლება არ შეერიათ იესო ქრისტეს სწავლებაში. ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოში რასაც ვუყურებთ, კონკრეტულად საპატრიარქოს ორგანიზაციის მაგალითზე, ასევე იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის მაგალითზე და ასევე სხვადასხვა პროტესტანტული ორგანიზაციების მაგალითზეც, ამავე დროს ისლამის ორგანიზაციის მაგალითზეც ნათლად ჩანს, ბიბლიაზე გაშუქებით ნათლად ჩანს ის, რომ ეს ორგანიზაციები თავიანთ გამოგონილ თუ თავიანთ არასწორ სწავლებას ურევენ ქრისტიანულ მოძღვრებაში და ადამიანებს ისე აწვდიან ინფორმაციას. ამ შემთხვევაში საპატრიარქოს ორგანიზაციას ეს ოფიციალურად რომ აქვს დაწესებული სამღვდელო სარიტუალო სისტემა, ეს უფალ იესო ქრისტეს არ დაუწესებია. ქრისტეს მოციქულთა ხელდასხმით დანიშნული ეპისკოპოსები, დიაკვნები და ხუცესები ისინი არ იყვნენ მღვდლები, ესე იგი ისინი არ იყვნენ სარიტუალო მღვდლები, მათ ხელში არ ეჭირათ საცეცხლურები, ისინი არ მსახურებდნენ ტაძრებში, ტაძრებს ისინი არ აშენებდნენ, პირიქით აგერ სტეფანემაც და ასევე პავლე მოციქულმაც ადამიანებს, აი ისინი ქრისტეს მოციქულები ადამიანებს ეუბნებოდნენ, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ესე იგი შემქმნელი გამჩენი ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში და არც რაიმე სამსახურს მოითხოვს ადამიანთა ხელიდან. ამაზე ძალიან მკაფიო ქადაგება არის ჩაწერილი ბიბლიაში მოციქულთა საქმეების მე-7 და მე-17 თავებში. მე-7 თავში ჩაწერილია სტეფანეს ქადაგება ებრაელებისადმი, ხოლო მე-17 თავში ჩაწერილია პავლე მოციქულის, იესო ქრისტეს მოციქულის, პავლეს ქადაგება ბერძნებისადმი, ათენელებისადმი, ათენის მოსახლეობისადმი და იქ შეკრებილი უცხოელებისათვის. აგერ პავლე მოციქულმა მიმართა მის მსმენელებს შეკრებილ მოსახლეობას, რომ მე დავიარე თქვენი ტაძრებიო, დავათვალიერეო და ვნახე იქ ერთ-ერთი სამსხვერპლოცო, ერთ-ერთი საკურთხეველიცო, რომელსაც ეწერა უცნობ ღმერთსო. და აი მეც ზუსტად იმ ღმერთზე გესაუბრებით, რომელსაც არ იცნობთ და შეუცნობლად ეთაყვანებითო.
პავლე მოციქულმა ეს ხელმოსაჭიდად გამოიყენა, რომ აი აქედან დაეწყო თავისი ქადაგება აი ასეთ დიპლომატიურ ხერხს მიმართა მან და უკვე ამაყად, ესე იგი, ომახიანად მიმართა მათ, რომ ღმერთი, რომელმაც შექმნა სამყარო, რომელმაც შექმნა ეს ყველაფერი, ცისა და მიწის უფალი, არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში და არც რაიმე სამსახურს მოითხოვს ადამიანთა ხელიდანო. ზუსტად ეს ინფორმაცია ჯერ კიდევ გაჟღერებული იყო ესაია წინასწარმეტყველთან. ესაია წინასწარმეტყველიც არის მისი ნაწერი არის შესული ღმერთის წერილში, ვინაიდან ესაია წერდა ზუსტად ქრისტეს სულით აღძრული წერდა იგი და მისი წერილი არის ბიბლიაში შესული. ესაია წინასწარმეტყველი მოძებნეთ ბიბლიის სარჩევში, გადაშალეთ 66 თავზე და დასაწყისიდანვე წაიკითხავთ, რას ამბობს უფალი, რომ ცატახტია ჩემი და მიწა ჩემს ფეხთა სადგამი და სად არისო ის ადგილიო, სადაც სახლს მიშენებთო, ჩემმა ხელმა შექმნა ყოველივე ესო და ასე გაჩნდაო. ესე იგი, მე არ მჭირდება, არ მინდა თქვენი ხელით აშენებული ტაძრებიო. ჯერ კიდევ ესაია წინასწარმეტყველის დროს ღმერთმა ასე პირდაპირ განუცხადა ადამიანებს, რომ ეს ადამიანის ხელით აშენებული ტაძრები, ეს ასე ვთქვათ, თვითნებურად, რომ როდესაც ადამიანები თვითნებურად აშენებენ სხვადასხვა ტაძრებს, იქ ღმერთი არ მკვიდრობს. აგერ ერთადერთი ტაძარი, რომელიც ღმერთის გეგმით იყო აშენებული, ეს იყო იერუსალიმის ტაძარი. მანამდე კი მოსეს დროს ღმერთმა მითითება მისცა მოსეს, რომ გაეკეთებინათ კარავი, სადაც დაიდგა უფლის აღთქმის კიდობანი, სადაც მსახურება დაევალათ ძველი აღთქმის აარონიან ლევიან მღვდლებს. აი ეს იყო ღმერთისგან, ასე ვთქვათ, ღმერთის გეგმით იყო გაკეთებული ის კარავიც, ასევე შემდგომ იერუსალიმში ტაძარი აშენდა და იმ ტაძარში დადგეს უფლის აღთქმის კიდობანი და იმ იერუსალიმის ტაძარში მსახურება გააგრძელეს აარონიანმა, იგივე ლევიანმა მღვდლებმა, რომელზე ინფორმაცია ასევე სახარების 4 თავშიც არის მოცემული, აგერ ლუკასთან, ლუკას სახარებას რო ვეძახით, აი აგერ გადაშალეთ ლუკას პირველივე თავი სრულად წაიკითხეთ. იქ ლაპარაკი არის მღვდელ ზაქარიაზე, რომელიც საკმეველს აკმევდა ტაძარში, იერუსალიმის ტაძარში. ზუსტად აი ეგ ტაძარიც და ის მღვდლობაც თავის დროზე ღმერთისგან იყო დადგენილი და შემდგომ უკვე ღმერთმა გააუქმა ის სამღვდელო სარიტუალო სისტემა, ღმერთმა გააუქმა ასევე საკმეულის კმევაც. და ამიტომაც არის, რომ დღეს საპატრიარქოს მღვდლები ძველი აღთქმიდან იპარავენ დამახინჯებულად აი იმ სწავლებას, მღვდლის არსებობა რომ ქვია და საკმევლის კმევა და ტაძარში მსახურება. ეს ყველაფერი დამახინჯებულად არის მოპარული ძველი აღთქმიდან. და ლუკასთან, ლუკას აი ამ წიგნში ჩაწერილი ზაქარიას ისტორია არის, ასე ვთქვათ, აი გაგრძელება არის აარონიანი მღვდლობისა, რომელიც შემდგომ შეწყდა უფალმა იესომ დადო ახალი აღთქმა თავისი სისხლის მეშვეობით და გააუქმა მან ძველი აღთქმის სამღვდელო სარიტუალო სისტემა და თვითონ იესო ქრისტე გახდა მღვდელი. სიტყვა მღვდელი ნიშნავს განმწმენდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო ქრისტემ მისი მორწმუნეები თავისი სისხლის მეშვეობით, თავისი მსხვერპლშეწირვის მეშვეობით გაგვწმინდა ცოდვებისაგან და ამაზე ძალიან კარგად და ძალიან მკაფიო განმარტება არის მოცემული, ასე ვთქვათ, განმარტება კი ბატონო არის მოცემული
ბიბლიის ერთ-ერთ ნაწილში ახალი აღთქმის მხარეს არის ეს წიგნიც, ეს ნაწილიც შეტანილი, რომელსაც ეწოდება ებრაელთა მიმართ, ებრაელ ქრისტიანთათვის, ებრაელ მორწმუნეებისათვის გაგზავნილ წერილში ძალიან დაწვრილებით და ძალიან ნათლად მკაფიოდ არის მოწოდებული ინფორმაცია, რომ იესო ქრისტე გახდა მღვდელი და მხოლოდ ეს არის ერთადერთი მღვდელი, რომელსაც მარადიული მღვდლობა აქვს და მას ვერავინ შეეცილება მის მღვდლობაში. და დღევანდელობაში საპატრიარქოს ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ აი ჩვენ მღვდლები გვყავსო და თქვენო ჩვენს მღვდლებთან უნდა მოხვიდეთო თუ არა და ისე თქვენ ვერ გადარჩებითო თუ ჩვენს მიერ ჩატარებულ რიტუალებში თქვენ მონაწილეობას არ მიიღებთ ვერ გადარჩებითო, ეს არის უკვე არასწორი სწავლება, ეს არის იმ ცრუ მოძღვრების, ცრუ სწავლების საფუარი, რომელსაც საპატრიარქოს ორგანიზაცია ურევს, ესე იგი შეურია იესო ქრისტეს სწავლებაში და ასე ვთქვათ გარკვეული პროცენტით საპატრიარქოს ორგანიზაცია რაღაცა სიმართლეს ამბობს და გარკვეული პროცენტით თავარს ამახინჯებს და არასწორ ინფორმაციას აუცელებს, ისე რომ მისი მიმდევრები, მისი რიგითი მრევლის და თვითონ მისი წევრი მღვდლებიც კი არიან შეცდომაში და ისინი ადგანან აი ამ დახუპვის გზას. უფალმა იესომ სპეციალურად გააფრთხილა თავისი მოწაფეები და გაგვაფრთხილა ჩვენც, რომ მოვრიდებოდით ცრუ მოძღვრების საფუარებს, უცხო მოძღვრებებს, უცხო სწავლებებს მოვრიდებოდით და უცხო სწავლებები არ შეგვერია ქრისტეს სწავლებაში. ეს რომ მნიშვნელოვანი არ ყოფილიყო, ქრისტე ამას ჩვენ არ გაგვაფრთხილებდა, არ გვეტყოდა ამას და არც აგერ პავლე მოციქულს დააწერინებდა გალატელთა მიმართ წერილს. გალატელთა წერილში არის გაკრიტიკებული ზუსტად აი ეს, რომ უცხო სწავლება, რომელიც შევიდა გალატიის მხარეში მცხოვრებ ქრისტიანებში, აი ეს უცხო მოძღვრება უნდა მოეშორებინათ და აგერ პავლე მოციქულმა პირდაპირ მისწერა გალატელებს და ეუბნება მათ ასეთ რამეს, რომ თუნდაცო ჩვენო ან ანგელოზმა ზეციდან გიქადაგოთ სხვა რაღაცაო, გარდა ის რაც ჩვენ უკვე აქამდე თქვენთვის გვიქადაგიაო, წყეულიც იყოსო ის ანგელოზიცო და ჩვენცო, ხო, ესე იგი თუ სხვა რაღაცას გიქადაგებთო. ამიტომაც არის, რომ დღევანდელობაშიც, ესე იგი მოყოლებული აი იმ პერიოდიდან, პირველი საუკუნიდან დღემდე, თუ კი მართლაც ვინმეს ჰქონდა რაიმე ხილვასავით ან სიზმარში ნახა ანგელოზი, ან ისე გამოეცხადა და სხვა რაღაცა უთხრა, ან თქვათ რა ხატი გააკეთეთო, ან თქვათ სანთელი დაუნთეთ ამასა და ამასო, ან ტაძარი ააშენეთო, თუ კი რაიმე ხილვა ჰქონდა ვინმეს, რომელი ხილვაც არ შეესაბამება ღმერთის სწავლებას, ღმერთის წერილში მოცემულ სწავლებას, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ხილვა და ასეთი ანგელოზი არის დაწყევლილი, ესე იგი მისგან აი ამ ანგელოზისგან გადმოცემული ინფორმაცია არის ცრუ ინფორმაცია და ფრთხილად უნდა ვიღოთ, ვინაიდან ბიბლიაში არის გაფრთხილება ასევე იმაზეც, რომ სატანასაც შეუძლია ნათლის ანგელოზის სახე მიიღოს და ისე ვთქვათ, ისე იმოქმედოს. ამიტომაც მე არ გამიკვირდება ის, რომ რომელიღაცა ბერმონაზონმა, რომელიღაცა მღვდელმა ნახოს რაიმე ხილვა, გამოეცხადოს ანგელოზი, დაელაპარაკოს და რაღაცა უთხრას. მე ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ თუ კი იმ ანგელოზის მიერ ნათქვამი ინფორმაცია არასწორი იქნება, ჩვენ ეს არ უნდა დავიჯეროთ და ზოგადად უფალ იესოს ეს ბერმონაზნობა არ დაუწესებია. აი ეს ასე ვთქვათ, დოგმატური სწავლება, რაც აქვს საპატრიარქოს ორგანიზაციას, ამ სამღვდელო სარიტუალო სისტემაზე, სატაძრო სისტემაზე, ბერმონაზნობაზე, რომ
ადებინებენ აღთქმას დაუქორწინებლობაზე, ეს უფალ იესოს არ დაუწესებია. უფალმა იესომ დააწესა ის, რომ თუკი ჩვენ თქვათ ცოლს არ მოვიყვანთ, არ გავთხოვდებით, ეს ჩვენთვის უფრო უკეთესია, მაგრამ ის რომ ეხლა ჩვენ ეს ვაქციოთ რაღაცა იმათ, რომ აღთქმები დავდოთ, რომ აი ჩვენ ცოლს არ მოვიყვანთ, არ გავთხოვდებით, ეს რა თქმა უნდა არასწორია. აგერ პეტრე მოციქულს ყავდა ცოლი, მას თავისი ცოლი ესე პირდაპირ ესე არ მიუტოვებია, ყავდა მას. აგერ სხვა მოციქულებსაც ცოლები ყავდათ, გარდა პავლე მოციქულისა, მას ცოლი არ ყავდა. მაგრამ სხვა მოციქულებს ცოლები ყავდათ. მაგრამ ისინი უკვე ისე იყვნენ თავიანთ ცოლებთან განწყობილები, რომ აღარ იყვნენ წუთისოფელზე გადაგებულები და ისე იყვნენ, რომ ესე იგი ფაქტიურად მათ აი ამ რწმენისეული გაგებით, მათ თავიანთი ცოლები მიატოვეს იმ გაგებით, რომ ქადაგებას ღვთის სიტყვის ადამიანებამდე მიტანას უფრო მეტ დროს უთმობდნენ, ვიდრე წუთისოფლის საქმეებს, ვიდრე თავიანთ ცოლებს, ასე ვთქვათ, ხო? დღევანდელობაში ახლა რომ ჩვენ შევადაროთ, არიან ადამიანები, აქვთ სხვადასხვა ბიზნესები, კერძო ბიზნესები, ან სხვის ბიზნესში არიან ჩართულები, არიან მმართველები, მენეჯერები რომ დაარქვეს ინგლისურად, ეს ქართულად ნიშნავს მმართველს. არიან, ესე იგი, სხვადასხვა კომპანიათა მსხვილი ან მცირე კომპანიების მენეჯერები, მფლობელები, რომლებიც მუშაობენ, აგროვებენ ამ ფულს, ყავთ ცოლები, შვილები და მათი ცოლები და შვილები უხვად ხარჯავენ თავიანთი ქმრის და მამისგან შემოსულ აი ამ ფულს და ფაქტიურად ეს ადამიანები, ეს ბიზნესმენები, ეს მენეჯერები, დირექტორები, სხვადასხვა კომპანიათა წარმომადგენლები მუშაობენ თავიანთი ოჯახისათვის, ესე იგი, რომ თავიანთ ცოლებს არაფერი მოაკლდეთ ესე მატერიალური, რაც კი შესაძლებელია, არ მოაკლდეთ სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთები და აი ამაზე არიან ისინი გადაგებულები, რაც ძალიან დიდი შეცდომა არის, როდესაც ადამიანი ყურადღებას არ უთმობს და არ აქცევს თავის სიცოცხლის საზრის, აი რატომ დაიბადა, რატომ გაჩნდა, არ ეძებს ღმერთს და ამ დროს გადაგებულია სულ აი ამ წუთისოფლის საქმეებში და შეიძლება ტრაბახობდეს აი იმით, რომ იგი გავლენიანი პიროვნებაა, იგი სხვადასხვა კომპანიებს ფლობს, ან ისეთი მენეჯერია, რომ სხვადასხვა კომპანიები ენდობიან მას და აქვს საკმაოდ სოლიდური შემოსავალი აი აქედან, ეს ადამიანები აი ამით, ასე ვთქვათ, ამაყობენ და საბოლოო ჯამში ეს ადამიანები ისე კვდებიან, ეს ადამიანებიც მოკვდავები არიან, ეს ადამიანები არ არიან უკვდავები, ეს ადამიანები ფულს ვერ გამოიყენებენ უკვდავობის მოსაპოვებლად, აგერ ქართულ რეალობაშიც. იყვნენ ისეთი გამოჩენილი მდიდარი ადამიანები, რომლებიც დღეს აღარ არიან აქ, ხო? ერთ-ერთი არის ბატონი კახა პენდუკიძე, ასევე ბატონი ბადრი პატარკაციშვილი და მხოლოდ ამ ადამიანებზე არ არის ახლა ლაპარაკი, ზოგადად მთელს მსოფლიოში მრავალი გამოჩენილი ადამიანი არსებობდა, რომლებიც იყვნენ დიდი ფულის პატრონები, დიდი გავლენების პატრონები, მაგრამ დღეს უკვე მათი საფლავები არსებობს. სხვათა შორის ამის გახსენებაზე მომაგონდა ასეთი ვიდეოს მაქვს, ასე ვთქვათ, ნაყურები. YouTube-ზე არის დადებული ასეთი ვიდეოები, რომ ცნობილი ადამიანების საფლავები და ასე რომ გადაავლო თვალი თითოეულის საფლავს, წარწერებს, სურათებიც არის იქ მოცემული, გაშუქებულია ესე იგი, რომ ეს ადამიანები ადრე იყვნენ გამოჩენილი ისეთი სხვადასხვა ფილმებში მონაწილეობდნენ, იყვნენ გამოჩენილი მსახიობები, მომღერლები,
პოლიტიკოსები და ისინი დღეს უკვე აღარ არიან, მაგრამ ისინი გამქრლები არ არიან, ისინი სხვაგან განაგრძობენ თავიანთ გარკვეულ რაღაცა ყოფიერებას, ხო? ან ღმერთს დაშორებულები არიან ისინი, ან ღმერთთან არიან ისინი და კარგად არიან ისინი. ამიტომაც ჩვენს გვმართებს ის, რომ ვინაიდან არსებობს ეს მოცემულობა, რომ ესე იგი ღმერთს დაშორებული ადამიანს ელოდება სიკვდილი, ამიტომაც ადამიანმა უნდა მოძებნოს ღმერთი, იგი მოიძებნება ამას თვითონ ღმერთი ამბობს თავისი წერილიდან, რომ თუკი კაცი ქალი ადამიანი მას მთელი გულით მოძებნის, იგი მოიძებნება. ღმერთი ჩვენ ამ ინფორმაციას გვაწვდის, რომ იგი მოიძებნება და მოიძებნება იმით, რომ აგერ ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა თავისი წერილი, ბიბლია და მისი მეშვეობით იგი გვაწვდის ინფორმაციას და ვინც ამ ინფორმაციას ირწმუნებს, უკვე ღმერთი მისთვის მოძებნილია, რა თქმა უნდა, და იგი თუკი ქრისტეს მოსვლამდე გარდაიცვლება იგი, ქრისტესთან იქნება, მის სამეფოში გადაინაცვლებს და ეს სამეფო არსებობს, რეალურია, ისევე როგორც ღმერთმა აგერ შექმნა ეს პლანეტა და ჩვენ აქ ვართ და ეს რეალურია, ასევე ღმერთს აქვს კონკრეტული ეს 64, რომ ჰქვია, არსებობს ასეთი კონკრეტული ადგილი, ნამდვილად არსებობს, ადგილიც არსებობს და მდგომარეობაც არსებობს, სადაც ღვთის ხალხი გადაინაცვლებს და იქ არიან ნეტარებაში, კარგად არიან, მაგრამ კონკრეტულად რა ხდება, როგორ ხდება, ამაზე თავად პავლე მოციქულმა ისაუბრა, რომ ადამიანს არ აქვს, კაცს არ აქვს ამაზე ლაპარაკის ნება. ესე იგი ჩვენ არა, უпроსორია ითქვას, რომ თვითონ პავლე მოციქულმა ჩვენ ესე იგი მე პირადად 64-ში არ ვყოფილ ვარ და იმაზე ვერც ვისაუბრებ, ვინც იმყოფებოდა 64-ში, ეს იყო პავლე მოციქული და მან თქვა ასეთი რამ, რომ ესე იგი იგი ატაცებული იქნა მესამე ცამდე 64-ში, სადაც ისმინა ენით გამოუთქმელი სიტყვები, რომლის გამოთქმის უფლება არ აქვს კაცსო. ესე იგი მან არ აღწერა იქ რა ნახა, რა მოისმინა, მან არ აღწერა და თქვა, რომ მე ამის უფლება არ მაქვსო. მაგრამ სამაგიეროდ, რომ არსებობს ესე იგი ღვთის სასუფეველი, რომელზეც იესო ამბობს, რომ მოინანიეთ, რადგან მოახლოვდა ცათა სასუფეველიო და ჩვენ უფალმა იესომ გაგვაგებინა ის, ესე იგი ბიბლიიდან გვაგებინებს იგი იმას, რომ ესე იგი სასუფევლის, ღვთის სასუფევლის სამ გაგებას გვთავაზობს იგი. ერთი არის ის, რომ პიროვნება, რომელიც იესო ქრისტეს ირწმუნებს, იესო ქრისტეს მოძღვრებას, სწავლებას დაიჯერებს, მასში მკვიდრდება ქრისტეს სული და სწორედ იგი ხდება ქრისტეს სამეფო, ქრისტეს სასუფეველი, ხო? მასში, ესე იგი შედის იესო ქრისტეს მფლობელობაში, იესო ქრისტე ხდება მისი მეფე, ქრისტიანის მეფე არის იესო ქრისტე გამეფდება მასზე და ეს არის ქრისტეს სამეფოს ერთ-ერთი გაგება. მეორე გაგება არის ის, რომ ქრისტეს სამეფო არსებობს, ესე იგი ღვთის სასუფეველი არსებობს კონკრეტულად იქ, სადაც გადაინაცვლა სტეფანემ, მაგალითად და ყველა იმ ქრისტიანმა მოყოლებული პავლე მოციქულიდან სტეფანე, პავლე მოციქული, პეტრე მოციქული და სხვა დანარჩენები, ყველა მათგანმა გადაინაცვლა ღვთის სასუფეველში და ამავე დროს მესამე გაგება არის ის, რომ ქრისტეს მოსვლისას ქრისტე თავის სამეფოს
გაავრცელებს და დაამკვიდრებს მთელს პლანეტაზე 1000 წლის განმავლობაში. და ამ ქრისტეს მოსვლისას ყოველი მისი მორწმუნე, ვინც მის მოსვლას ჯერ კიდევ ცოცხალი შეეგებება და არ იქნება გარდაცვლილი, ესე იგი, აგერ პავლე მოციქული გვაწვდის ინფორმაციას, რომ ქრისტეს მოსვლისას ყველანი შევიცვლებითო, ხოლო ვინც იმ დროს გარდაცვლილი იქნება, ყველა მათგანი აღდგება მკვდრეთით განდიდებული სხეულებით და ყველანი ერთად შევეგებებით უფლის მოსვლასო. აქვე უნდა ითქვას ის, რომ თვითონ პავლე მოციქული თავის აი ამ მიწიერ სიცოცხლეშივე ელოდებოდა ქრისტეს მოსვლას. ვინაიდან უფალმა იესომ ეს თავის მოწაფეებს იმთავითვე უთხრა, რომ ყოველ წამს, ყოველ დღე ფრთხილად ყოფილიყვნენ და დალოდებოდნენ უფლის მოსვლას. რასაც ქრისტეს მოციქულები ასრულებდნენ, ელოდებოდნენ მის მოსვლას და პავლე მოციქული პირდაპირ ეუბნება აგერ თესალონიკელებსაც, ეუბნება ქალაქ თესალონიკეში მცხოვრებ ქრისტიანებსაც, რომ ქრისტეს მოსვლისას ქრისტეში გარდაცვლილებს ჩვენ ვერ დავასწრებთო, არამედ ჯერ ისინი აღდგებიან უხრწნელი სხეულებითო, ხოლო ჩვენ გამოვიცვლებითო და ყველანი ერთათო შევეგებებითო უფლის მოსვლასო. და მარადიულად ვიქნებით ჩვენ უფალთანო. ამიტომ კაცისთვის დადებული ერთადერთი გზა, ერთადერთი იმედი არის იესო ქრისტე, იგი არის გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე და როგორც იგი ამბობს აი ამ სიტყვებს, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლეო, ვერავინ მივა მამასთან თუ არა ჩემითო, თუ არა ჩემი მეშვეობითო. ესე იგი, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არის გონიერი ადამიანი უკვე იმ დონეზე, რომ მას შეუძლია ინფორმაციის აღქმა და იგი არ არის თქვათ 2 წლის ბავშვი ან თქვათ 5 თვის, 1 თვის პატარა, არამედ იგი არის უკვე ისეთ ასაკში, რომ შეუძლია გაანალიზება ინფორმაციის აღქმა, იესო ქრისტეს სწავლების შემეცნება, გაგება, ხო, ჯერ გაგება, წაკითხვა, მოსმენა. ესე იგი, თითოეულ ადამიანს, ვისაც უკვე შეუძლია ქრისტეს სწავლების მოსმენა, თითოეული მათგანი უკვე ვალდებულია იმისა, რომ იესო ქრისტესი ირწმუნოს, რათა დაიბადოს ქრისტეში ხელახლა. ესე იგი, ზეციდან მოხდეს მისი დაბადება იესო ქრისტესადმი რწმენით და უკვე ადამიანში დაბადებულობა გადაცვალოს ქრისტეში დაბადებულობაზე. აქამდე ჩვენ ადამიანში ვიყავით დაბადებულები და ეხლა ქრისტიანები ჩვენ, ესე იგი, მოვიაზრებ ამ ჩვენში მოვიაზრებ ქრისტიანებს, რომ ჩვენ უკვე ახლა ქრისტეს სიტყვებისადმი რწმენით დავიბადეთ ქრისტეში. ადრე ვიყავით ადამის შთამომავლები, ესე იგი, ადამიანში დაბადებული ცოდვილები ვიყავით, ხოლო ახლა ვართ ქრისტეში დაბადებულები და იესო ქრისტეს სისხლით განწმენდილები. იესო ქრისტე გვეუბნება, რომ მან გაგვწმინდა ჩვენი ცოდვებისაგან და სწორედ მისი სახელით მოგვეტევა ცოდვები და აი ამ სასიხარულო ამბავს ავრცელებდნენ ქრისტეს მოციქულები, ქრისტეს სულის მიერ აღზრულები და აგერ უფალი თავისი სულის მეშვეობით მოციქულთა ხელით ახდენდა მრავალ სასწაულებს. ამიტომაც დავასრულებ ჩემს აი ამ ჩანაწერს, აი ამ მონოლოგს, აი იმით, რომ ჩვენ უნდა გავარჩიოთ, ვინ არის ნამდვილი განათლებული და ვინ არის ტყუილი განათლებული. ესე იგი, ვინ არის ნამდვილად განათლებული და ვინ არის ისეთი, რომელსაც აქვს თითქოს და განათლებულობის სახე, მაგრამ სინამდვილეში იგი არ არის განათლებული. ამ შემთხვევაში აი ამისათვის ჩვენ რომ გავარკვიოთ
მოლაპარაკე ვინც ჩვენს წინ დგას და გველაპარაკებ ან ვის ვიდეოსაც ვუსმენთ, ვინც ლაპარაკობს, ეს ადამიანი არის თუ არა ქრისტიანი, არის თუ არა ნამდვილად განათლებული, ამისათვის გადასამოწმებელი საშუალება გვაქვს. ბიბლია, ღვთის აი ეს წმინდა წერილი, რომელიც უნდა ვიცოდეთ, ვინც ვიცით, ხოლო ვინც არის ის ეს უნდა ისწავლოს და ჩვენ უკვე შესანიშნავად ვხედავთ იმას, რომ აგერ ბატონი მიქაელ ბრეგვაძე და მისი კოლეგა მღვდლები არ არიან განათლებულები, არამედ ისინი არიან, ესე იგი, კონკრეტულად ესენი ემსახურებიან იმ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც ჩამოყალიბებული არის საქართველოში და რომელსაც აქვს თავისი გარკვეული პოლიტიკური და ასევე ისეთი მიზნები, რომელიც საბოლოოდ ემსახურება ადამიანის მიზანს აცდენას და არა ქრისტესთან მისვლას, არამედ ქრისტესგან ჩამოშორებას და რაღაცა ესე იგი სიმართლე ნარევი ტყუილის შეთავაზებას ადამიანებისათვის, რომელი ნარევი უკვე ადამიანს ვეღარ გადაარჩენს. და საბოლოო ჯამში ჩვენ მივდივართ უკვე აი იმ სულიერ არსებასთან, რომელზეც ღმერთი ასევე გვაწვდის ინფორმაციას, რომ ეს სულიერი არსება, რომელსაც დაერქვა ეშმაკი და სატანა, იგი არსებობს და იგი დღევანდელობაშიც დააძრწის როგორც მბრდღვინავი ლომიო და ეძებს საკბილოს, ეძებს ვინ გადაყლაპოსო. ესე იგი მოქმედებს და იგი არ არის უმოქმედოდ, იგი მუშაობს ადამიანებზე, მუშაობს, რომ ამ ადამიანებმა სხვადასხვა ცრუ ინფორმაციები გაავრცელონ. ამიტომაც არის, რომ თითოეულ ადამიანს მართებს დიდი გულისყური მოსმენილისადმი და თითოეულ ადამიანს მართებს ის, რომ მოსმენილი, ესე იგი, გადაამოწმოს ბიბლიის მეშვეობით და სწორედ ბიბლიისადმი გულისყური მართებს თითოეულ ადამიანს, რომ გაიგოს რა არის იესო ქრისტეს ორიგინალი სწავლება. დაგემშვიდობებით აი ამ ბოლო სიტყვაობით გისურვებთ წარმატებებს აი ამ ღვთისთვის მოსაწვევ და სასიკეთო საქმეში.